გამარჯობა ნიკა. გამარჯობა. არის რაღაცები, რაც მე ძალიან მომწონს. ობიექტი, რომელსაც მე შევარჩევდი, არის ჭადრაკი. რატომ მოგწონს ეს? კონკრეტულად დიზაინ ობიექტი არის. თეთრმიწმეტეს ალბათ ძალიან რთულია ისეთ ობიექტთან მუშაობა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში რაღაცა ერთ ტიპის ვიზუალთან არის დაკავშირებული. ეს სანათია. ეს სანათია კი. ეს საიდან მითება? რატომ მიიღო ყურადღება? ვიცი რაღაც. და ვერ მივხვდი თავიდან რა იყო, ამიტომ. ალბათ მივხვდი რომ სანათი იყო, მაგრამ რაღაც ერთიანი ფორმა არის, მარტივი ეს სპირალის იდეაც რაღაც ესეთი არის. საინტერესოა თან მინიმალისტურია თან სკულპტურული. ეს ნიჟარა ძალიან კაია. ხო, აი რატომ? თირეთ ორივე ერთნაირი და იგივე ფორმიდან რომ გამოდის ეს ფაქტორი მომწონს ხო? რაღაცა დეკონსტრუქცია არის ძალიან მარტივი. პრაქტიკული კომპონენტი გადააქცევს ობიექტს კარგი დიზაინის ობიექტად? ის გადააქცევს დიზაინის ობიექტად. დიზაინის უბრალოდ მე კარგია თუ ცუდია მე ეს არის აი სუფთა იგივე იაპონურ კინცუგის რო დაუბრუნდეთ რა არის რომ ანუ ჩვენ გვაქვს ვთქვათ რაღაც ჭურჭელი რომელიც არის მასიური წარმოების ყველა ერთნაირი ძალიან პრაქტიკული. მაგრამ თუ ჩვენ ამ ჭურჭელს გავტეხავთ და შემდეგ მოოქროვილი წებოთი უკან ავაწყობთ ეს ბზარი რომელსაც გაყვება ეს ოქრო არის ის რაც ამ ჭურჭელს ხდის უნიკალურს. მაგრამ მხოლოდ ამ კინცუგიში მეორდება ეს არის ადამიანშიც ანუ ჩვენ ყველა ბედნიერი ადამიანი ერთნაირად ბედნიერია ანუ ეს ტკივილი რაცაც ატარებს ყველა ხდის ამ ადამიანს უნიკალურს. ნებისმიერ ნივთში პრაქტიკული ნაწილი არის მისი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, რამაც მისცა მას გაჩენის აქტი. მაგრამ რაც მას აქცევს უნიკალურად, ეს არის ის ტკივილი, რომელსაც ეს ნივთი ატარებს. ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო ის თვისება, რომ ადამიანებს აი ეს ტკივილი, რომელიც შეიძლება გადავთარგმნოთ როგორც ბზარები, შეუძლიათ შეავსონ ოქროთი, ანუ კარგი მოგონებებით და რაღაც მნიშვნელოვანით და გამოცდილებით და შეიძლება შეავსონ მართლა ძალიან ცუდი მასალით. თავარი არის რომ ჩაეხუტო მაგ ტკივილს და მიიღო, როგორც ერთ-ერთი თავარი იდენტობის შემქმნელი. ან იდენტობის თავარი კომპონენტი. და ეს ხდის ამ ნივთს ასევე თუ ადამიანს გულწრფელს ხო? ალბათ არის ესეთი ნივთები, რომლებიც საერთოდ არ არის შენს გემოვნებაში, მაგრამ შენ აღიარებ, რომ ეს არის ძალიან კარგი დიზაინი. არქიტექტორი ვარ, ჩემი ძირითადი ხაზი და არსებობს არქიტექტურა, რომელიც არ არის ჩემთვის საყვარელი, მაგრამ მეჩნია, რომ ეს არის გულწრფელი იმ დროის, იმ მომენტის, რომელშიც იმყოფება და ბევრად უფრო საინტერესოა მაინც, ვიდრე რაღაც ყალბი ისტორიის გადათამაშება. ეს არის პრაქტიკულად შუა ცეცხლი, რომელიც შეიძლება სახშიც იყოს, გარეთაც იყოს. შეიძლება ეს ობიექტი უფრო აქტუალური გახდეს, უფრო და უფრო და რატო? მე 20 საუკუნემდე, სადღაც მუდმივად მთავარი თემა ინტერიერის იყო სასადილო მაგიდა. მთელი შემოსასვლელი კარები, წინათელი ყველაფერი ეწყობა და ამ ელემენტის გარშემო, რადგან მთავარი სხეული ნებისმიერ ინტერიერში არის ის ადგილი, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ერთდროულად ყველაზე მეტ დროს ერთად ატარებს. მე-20 საუკუნეში ეს ელემენტი ჩაანაცვლა ტელევიზორის გაჩენასთან ერთად ამ რბილ მოსაჯდომმა სივრცემ, სადაც ოჯახი ერთად ყოველ საღამოს იკრიბებოდა და უყურებდა კონკრეტულ რაღაცა სატელევიზიო შოუს. დღეს 21 საუკუნეში ჩვენთვის რთულად წარმოцадგენია ესეთი ოჯახი, რომელიც საღამოს იკრიბება და მთელ საღამოს ატარებს ყველა ერთად ტელევიზორის წინ. იმიტომ რომ ყველას თავისი გაჯეტი აქვს. ყველას თავისი გაჯეტი აქვს და ისევ ჩდება კითხვა, მაშინ რა არის მთავარი ესეთი სხეული, რომელიც არის დიზაინის გამსაზღვრელი, ხო? ერთი თემა არის, რომ ბრუნდება უკან და დაბრუნდა, ანუ ეს მაგიდა, რომელიც
არა მხოლოდ ჭამის ადგილია, არამედ სამუშაო სივრცეც არის და სერიოზული ინტერაქციის ზონაა. და მეორე კომპონენტი არის ეს შუა ცეცხლის იდეა. რადგან თუ ყველა მაინც თავის ეგრეთ წოდებულ гаджеტებში მიწრება, დიდი შანსია რომ დაждდეს ცეცხლის გარშემო. ეს არის რაღაცა ჩვენი პირველყოფილი ინსტინქტი პრაქტიკულად. გამოფენებზე ამ ბოლო დროს ძალიან ძლავრობდა 70-იანი წლებით ინსპირირებული დიზაინი და ბევრი იყო ჩაძირული კუნძულები. იქ ტელევიზორი ზუსტადაც რომ არ არის გათვალისწინებული, იმიტომ რომ აი ეს სასაუბრო ზონა არის წრიული, იმიტომ რომ ზუსტადაც გათვლილია იმაზე, რომ შენ მოსაუბრე, ოჯახის წევრის სტუმარი არ აქვს მნიშვნელობა, პირისპირ გეჯდეს და არა გვერდით. ისედაც რომ შევხედოთ განსაკუთრებით აი 60-იანი და 70-იანი დასაწყისის დიზაინს, ანუ იგივე სახლის დიზაინს, იგივე ოფისის დიზაინს არის აღქმული როგორც ერთგვარი ბაღი და ერთგვარი მრავალფეროვნება. ეს პირველი open plan, რასაც ქვია, მაშინ იყო შემოთავაზებული ალბათ პირველად რენესანსის დროს გაჩერდა, როდესაც სახელოსნოში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ერთად იყრიდნენ თავს. ინდუსტრიულმა რევოლუციამ ყველაზე მეტად მაგითი ეფექტი მოგცა იმ ხრივ რომ რაღაცნაირი უნიფორმალიზაცია მოხდა მასიური. შემდეგი ეს დაბრუნება ამ რაღაც მრავალფეროვანი გახსნილი სივრცის ხდება 60-იან წლებში და 70-იან დასაწყისში, მაგრამ შემდეგ ისე ამ ნავთობის კრიზისის შემდეგ ბრუნდება ეგრეთ წოდებული cubicle და რაც ისე უნიფორმიზაცია სამუშაო სივრცეებიც რეალურად, მაგრამ საცხოვრებელი სივრცე ხშირად არის უკვე ინსპირირებული სამუშაო სივრცისგან. გეთახმებით რომ ეს იდეა რომ ტელევიზორი განსაზღვრავდა იყო დომინანტი ელემენტი საცხოვრებელ ინტერიერში და მის გარშემო იკვრებოდა უკვე მთელი სივრცე და შემდეგ უკვე რაღაც დარჩენილ ზონებში ვცდილობდით რომ შეგვევსო სხვა ყველა დანარჩენი საჭირო ელემენტით, დღეს ეგრე აღარ არის. მოდით განსაზღვროთ ესე ის ხალხი, ვისაც რეალურად აღელვებს სივრცე როგორც ესთეტიური ნაწილი თავისი ცხოვრების და არა მხოლოდ პრაქტიკული, იმიტომ რომ ბევრია ასეთი, რომელსაც ეს ჩახსნილი აქვს ეს ესთეტიკა, საერთოდ მხოლოდ არ აღელვებს, არ აინტერესებს. თავი იყოს პრაქტიკული, ადვილი მოსავლელი და ალბათ შეიძლება ამ ეტაპზე მათზე არ ვლაპარაკობდეთ. თუმცა ესე ძალიან საინტერესო უზარმაზარი სეგმენტია, ხო? აი ადამიანებისთვის, ვისაც საინტერესოა რაღაცით გამდიდრება თავისი სივრცის, აი ასეთი ტიპის მაგალითად აქსესუარით, რომელიც თან ცოტა სასაცილოა, ცოტა უცნაურია, ამ შემთხვევაში ეს არის ვენინისთვის რონა რადის მიერ შექმნილი კოლექცია, სადაც მისი სახელგანთქმული სათვალე კარგად არის გამოყენებული. აი ეს აქსესუარიზაცია, ასე ვთქვათ, სივრცის როგორც არქიტექტორისთვის საინტერესოა, როგორ უყურებთ ამას, იმიტომ რომ თქვენ უფრო მასშტაბებში აზროვნებთ, დავუშვათ დიდი სივრცე დაიგეგმა, იქ რაღაცა ზონება დაიყო. ეს ძალიან წვრილი ელემენტი, ალბათ სულ ბოლო, აი პატარა აქსესუარების შემოტანა რამდენად არის აქტუალური არქიტექტორის ტვინისთვის. რა არის ესეთი კარგი თეორია, რომ არქიტექტურას და განსაცვლის დიზაინს, fashion designs აქვთ თავარი მსგავსი ამოცანები, ამოსახსნელი. ერთი ამოცანა არის, რომ დაგიცვას სიცივისგან და იყოს რეაქციული, ასე ვთქვათ, სამყაროს მიმართ. მაგრამ მეორე ძალიან კრიტიკული კომპონენტი არის ის, რომ ასევე ის აჩვენებს თქვენს სოციალურ სტატუსს. ანუ სოციალური სტატუსი არ არის ეკონომიკური სტატუსი, ეს არის ცხოვრების ფილოსოფია. ესეთი ელემენტები, ეს არის ერთგვარი სიმბოლოები, ეს არის რაღაცა ქანდაკება, რომელიც შემოდის ინტერიერში და რატო არის მნიშვნელოვანი? ერთი მომენტი არის, ანუ აქ არის ბევრი ელემენტის გადაკვეთა. დამკვეთი არის ერთ-ერთი მოთამაშე ამ ყველაფრის შექმნისას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დამკვეთის კარგად გაცნობა. და ხშირად ესეთი პატარა ელემენტები, რომელიც ახლა უნდა ეს ხო არ არის რაღაცა კარადაში დასამალი ელემენტი. ეს არის ერთგვარი შემკვრელი სხეული, ხო? ძალიან კრიტიკული ელემენტი ხდება ნებისმიერ სივრცეში, რადგან ის ყვება ამბავს. შეიძლება რომ აქსესუარები იყოს, მაგალითად დამკვეთთან ურთიერთობის, თუნდაც
დაწყების საშუალება, რომ moodboard-ში, ასე ვთქვათ, გამოიყენო, რომ მიხვდეს საერთოდ ამ ადამიანს რა მოწონს და რა არ მოწონს? ყველა ვარიანტში, თავიდან დამკვეთის გაცნობა ხდება, ვინ არის, რა არის, რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაქვს, მით უფრო კაი. მუშაობა მის დიზაინერის არის რამდენიმე ეტაპად. პირველი ეტაპი არის როგორც მკვლევარის, ვცდილობთ რომ არანაირი იდეა არ დავდოთ თავიდან და უბრალოდ შევაგროვოთ რაც კი შეიძლება ყველანაირი ინფორმაცია. რა მოწონს, რა არ მოწონს, რა გაუკეთებია, ვინ ეჭხუბა. ჩვენ ვეძებთ ეგრეთ წოდებული form generative idea, ფორმის მაგენერირებელ იდეას. ეს იდეა შეიძლება იყოს დამალული ბაღის ძიება, თქვა, რაღაც ესეთი და მე თქვი აგენერირებს სხვადასხვა ფორმებს. ჩვენ ძირითადი ამოცანა არის ამ იდეის პოვნა. ეს იდეა უნდა კრავდეს როგორც დამკვეთის ამოცანებს, ისე ჩვენ ამოცანებს და ისე სივრცით ამოცანებს. და უკვე ნებისმიერი ამოცანის ამოხსნისას უკვე ვიცით, რომ ჩვენ ეს იდეა არის ჩვენი მამოძრავებელი და აი ამ ამოცანაში ეს იდეა როგორ გამოიხატება. და თუ თქვა გვაქვს დასადგამი რაღაც კონკრეტული ნივთი, ამ იდეას როგორ ეხმიანება ეს ნივთი. და ჩვენი აზრით ეს არქიტექტურული და ინტერიერის სივრცეები არის ყოველთვის ძლიერი იდენტობის მატარებელი უნდა იყოს. და ეს იდენტობა არის პირდაპირ მიბმული ამ იდეასთან. ბუნებრივი მასალა, ხე, მინა, ბეტონი, კიდევ რა თიხა, ქვა, რა თქმა უნდა. ეს არის ის, რაც იყო, არის და იქნება. როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ დაძველებაზე, ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ ერთი ნაწილი მასალა, მეორე კომპონენტი არის ფორმა. ხო, არის რაღაც ფორმები, რომლებიც არიან ესე ვთქვათ ზემდგომი ფორმები. ეს არის კაფიო გეომეტრიული ფორმები, რომელიც აკეთებენ სხვა ფორმების ფორმირებას, ესე ვთქვათ. წავიდეთ პლატონთან, ყველა ფერი არის 4 სამყაროში, ჭრილების, ნივთების, გეომეტრიული ფორმების და იდეების სამყაროში. ყველაზე ძლიერი არის იდეების სამყარო. იდეების სამყაროდან გადმოედინება გეომეტრიული ფორმების სამყაროში. იქიდან გადმოედინება ნივთების სამყაროში, ნივთებიდან გადაედინება ჭრილების სამყაროში. რაც უფრო ზევით არის, მით უფრო ძლიერი ეს ფორმა და მით უფრო უძლებს დროს. არ თუ ისე დიდი ხნის წინ, ალბათ იმის გამოსწორეთ, რომ ტექნოლოგიაც განვითარდა შესაბამისად, ის რაც ჩვენთვის იყო უპირველეს ყოვლისა არქიტექტურის აღქმა, რაღაცა ტიპის გეომეტრიული ფორმები, სწორი, არასწორი, სულთანად დაიყვარა. იმიტომ რომ ზაჰა ჰადიდმა პრაქტიკულად ყველა ხაზი მოხარა. ზაჰა ჰადიდს ჰქონდა სხვადასხვა პერიოდები. ჰქონდა დეკონსტრუქტივიზმის პერიოდი, როდესაც ხატავდა შენობებს, ზაჰას თეზისის ნაშრომი იყო მალევიჩის ნამუშევრის გარდასახვა არქიტექტურაში და ჩემთვის პირადად ზაჰა ჰადიდის ის პირველი ძიებები ფორმის ბევრად უფრო ძლიერი იდენტობის მატარებელი არის, ვიდრე ბოლო პერიოდი, როდესაც პარამეტრული დიზაინით დაიწყო ფორმების შექმნა, სადაც კომპიუტერის მიერ გენერირებული ფორმები მივიღეთ. დღეს არსებობს სადღაც 4-მდე თანამედროვე არქიტექტურის მიმართულება და ეს პარამეტრული დიზაინი არის ერთ-ერთი მათგანი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის არ არის ყველაზე საინტერესო, ჩემი აზრით დღეს შექმნილი ნებისმიერი პარამეტრული არქიტექტურა არის ძალიან გულწრფელი დღევანდელი მომენტის. სწორად დაძველდება იქიდან გამომდინარე, რომ ამ კონკრეტულ მომენტს ასახავს. რამდენად მოქმედებს არქიტექტურაზე და მის განვითარებაზე, დიზაინზეც რა თქმა უნდა, ახალი მასალების შემოსვლა. არქიტექტურა იმყოფება ორ მდგომარეობაში, ეს რეაქტიული და პროაქტიული მდგომარეობა. რეაქტიული მდგომარეობა არის, რომ ჩვენ პასუხობთ რაღაცას, ჩვენ პასუხობთ ბუნების გამოწვევებს, ტემპერატურის გამოწვევებს, ზოგჯერ სამხედრო გამოწვევებს. ნებისმიერ არქიტექტურას აქვს პროაქტიული ნაწილიც. ეს არის ის, რომ ჩვენ არ მოგეთხოვებოდა, მაგრამ მან რაღაცა როლი ითამაშა. არქიტექტურის მისია, პროაქტიული მისია არის, რომ ადამიანები გააერთიანოს. შეიძლება ფუნქციები ერთმანეთს გადაადო და მიიღო ისეთი ცხოვრების სტილი,
რაც არ არსებობდა უბრალოდ. შექმნა რაღაც ისეთი, რაც ხსნის გონებას, ხო? როდესაც საუბრობთ ამ ტექნოლოგიებზე, საუბრობთ მასალებზე, მშენებლობის მეთოდზე, ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, მაგრამ არის კიდევ დამატებითი კომპონენტი, რომელიც არის ამ ყველაფრის მიღმა. რომ აი მაგალითად რას უნდა შევხედოთ. შენობის, ანუ სინათლის მიმართებაში როგორ უნდა დადგეს. როგორ უნდა ელაპარაკოს ბუნებას. ანუ ეს მომენტები შეიძლება იყოს უკვე აი ამ ყველაფრის მიღმა. რამაც ძალიან დიდი როლი ითამაშოს. დღეს გაჩნდა ახალი მნიშვნელოვანი გამოწვევა, როგორ შევამციროთ გარემოზე ზეგავლენა ჩვენი მშენებლობის დროს. რადგან რკინა-ბეტონის აღმოჩენამ, ამ ორი მასალის ურთიერთობის აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი ტექნოლოგიური შესაძლებლობები და ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბინძურება გარემოსი არის გამოწვეული მშენებლობისგან. ამ დიდი ძიების პროცესში ყველაზე საინტერესო ალტერნატივა, რომელიც დღეს გაჩნდა, რომელიც ძვირია, მაგრამ უკვე პრაქტიკულად დიდწილად ანაცვლებს თავისი მდგრადობით, ეს არის ხის თანამედროვე გამოყენება, ეგრეთ ქვია CLT, ან glue-lami, ანუ cross laminated timber, ინგლისურად რო ვთქვათ, ეს არის ჯვარედინად ლამინირებული ხე, რომელიც აჩვენებს თვისებებს ისეც, როგორცაც აჩვენებს რკინა-ბეტონი. განვითარებული ქვეყნები პრაქტიკულად ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უფრო დიდ ამ CLT-ის ნაგებობას დადგავს. და ჩვენც გვექნება ესეთი შენობა. კი, ეხა ამ წამს ამ ტექნოლოგიით ბათუმში ცნობილი იაპონური კომპანია ამ Silk Road-ის აკვეთით აშენებს, აპროექტებს იახტ კლუბს. ჩვენ ვართ მათი ლოკალური პარტნიორები ამ პროექტის ფარგლებში და ძალიან საინტერესო გამოცდილება გამოდგა. ეს კომპანია კავშირშია არქიტექტორთან კენგო კუმა, ხო? კენგო კუმა არის დღეს პრაქტიკულად ხის არქიტექტურის მამა. და ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა არქიტექტურულ სამყაროში, თუ ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა არა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში გაგრძელდეს მნიშვნელოვანი არქიტექტურული ობიექტების გაჩენა. არქიტექტურას მართლა აქვს ეს ფუნქცია, რომ მას შეუძლია ადგილის მნიშვნელობა გაზარდოს აი ერთმა არქიტექტურულმა რაღაცა ობიექტმა. ჩვენ ეს ძალიან ბევრჯერ ნახეთ უკვე მთელ სოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ახლა თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ უკვე 3D პრინტერით დაბეჭდილი სახლი აღარ არის რაღაც ჩოკის მომგვრელი ამბავი, ალბათ არც ის გაგვიკვირდება, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი მასალების და ტექნოლოგიების ძიება და აი არქიტექტურული ბიენალე ახსენეთ თქვენც იყავით წარმოდგენილი, სადაც ბევრი საინტერესო სიახლეა ამ კუთხით. 5 სხვა საერთაშორისო არქიტექტორთან ერთად გამოფენილი ვიყავით. მაგრამ ძირითადად ბიენალეს ვენეციის ბიენალეს მონაწილე ყველა ქვეყანა ძირითადად ეძებს, ეხლა ამ წამს ხდება ძიება ახალი მასალების, ანუ პრაქტიკულად არქიტექტურული ბიენალე რაღაც ხრივ დაემსგავსა მასალის გამოფენას, იმ ხრივ რომ გამოწვევა რითი ჩავანაცვლოთ ეს რკინა-ბეტონის გარდა ყველა ის ტოქსიკური მასალა, რომელიც მასიურ წარმოებაში არის. ერთ-ერთი მათგანი, მაგალითად, საუბრობდით, არის ჩემი აზრით სოკოს აგური, რაც ძალიან ბუნებრივი და ძლიერი მტკიცე მასალა არის, რაღაც ხრივ ეს არის მაისელიუმ, ანუ სოკოს ფესვი, ყალიბში ხდება ამ სოკოს დარგვა და ის ძალიან მოკლე დროში კრავს ამ ძალიან ძლიერ ქსელს. არქიტექტურის სამყარო ძირითადად არის არა ფორმის, არამედ მასალის ძიების, ციფრული მენეჯმენტის ეპოქაში არქიტექტურის როლი უკვე არის სხვა. არქიტექტურის როლი არის ვიპოვოთ ის შეგრძნებები და ის ურთიერთობები, რომელიც დავკარგეთ აი ამ ევოლუციის დროს და უკვე დავაბრუნოთ ამ მომავალი სამყაროს მშენებლობის დროს.
ესე იგი მოვედით ისევ ჭადრაკთან, ხო? ეს გამოვიდა რომ ისევ ეს გვაინტერესებს ყველაზე მეტად. ხათია თუ შეიძლება შეგვახსენე ვის ეს არის ნამუშევარი? ჯონათან ადლერის, ესეთი ამერიკული ბრენდია. აი რატომ მოგვეწონა? როგორც ისევ რაღაც ცენტრალური ადგილი, რაღაც ამ წრის შექმნის საშუალება, ურთიერთობის თუ უბრალოდ საინტერესო ობიექტი? ორივე ერთად, ანუ როგორც ობიექტი საინტერესოა, ჩემი აზრით, ან ანტიკურია თან თანამედროვეა, ერთდროულად რა ძალიან საინტერესოა. არის თან მინიმალისტური, რაღაც ხრივ, ანუ შეიძლება არ ყვირის, მაგრამ ამავდროულად ბევრ რამეს ამბობს. და თან სამოდელო ინტერაქტიულია, ხა ეს ელემენტი შეიძლება უბრალოდ იდგეს მაგიდაზე, როგორც სკულპტურა, მაგრამ ავტომატურად ამაგიდას ადამიანს მიუჯდება, შეიძლება უბიძგოს მოქმედებისკენ. რაც რაღაც ხრივ საინტერესოა. თამაშია. როგორც მე მივიდი, თუნდაც ის ფაქტი, რომ არეულად იყო დაალაგებული ფიგურები, შეიძლება ვიღაც ადამიანს გაუჩნდეს სურვილი, რომ უბრალოდ გადაალაგოს. არ არის აუცილებელი, რომ ითამაშოს.